სინამდვილეში ფრონტზე არსებული ვითარება მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად უკრაინას ობიექტურად კი ეს პირობები, რომელსაც ამერიკელები და რუსები თავაზობენ ახლა, ეს პირობები არის მძიმე, მაგრამ სხვა გამოსავალი ფაქტიურად არ აქვს. პუტინის გამოსვლა იყო გუშინ და ამ გამოსვლაზე პუტინმა ილაპარაკა, რომ რავი, დათანხმდებიან პირობებს, დათანხმდებიან იმ ტერიტორიებს, დათმობენ თუ არა და ჩვენ ფიზიკურად დავიკავებთ მათ. ეს თავდაჯერება და ასეთი რაღაცა თავდაჯერებული რიხი ამ თემაში ეს არ არის შემთხვევითი ფრონტზე რა ვითარებაც არის ახლა ასეთი ვითარება არ ყოფილა 2022 წლის პირველი რამდენიმე დღის შემდეგ არასდროს. ანუ ასეთი სწრაფი წინსვლები რაც ახლა რუსებს აქვთ და ამდენ ადგილზე არ ყოფილა და შესაბამისად ეს მეტყველებს იმაზე რომ დეფიციტი უკრაინელების მხარეს იმდენად იზრდება, რომ რუსები უბრალოდ ასე თუ გაგრძელდა დაიკავებენ თვითონ იმ ტერიტორიებს, რომელსაც ითხოვენ, თან დიდი ხანი არ დაჭირდება, რაღაც 1 წელი. დაიკავებენ იმ ტერიტორიებს, ან იმაზე მეც, რასაც ითხოვენ და ამის შემდეგ შეთანხმებისთვის მოითხოვენ დამატებით ახალ ტერიტორიებს და იმ დროს უკვე უკრაინა იძულებული იქნება გაუარესებულ პირობებზე დათანხმდეს. აი მოდი ნახოთ ეხლა რა ვითარებაა. აი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო დაახლოებით 1 თვეის განმავლობაში რუსებმა აიღეს ეს ქალაქი კუპიანსკი აქ რომელიც არის მნიშვნელოვანი ამ ტერიტორიისთვის მნიშვნელოვანი ქალაქი, იმიტომ რომ საკვანძო დამაკავშირებელი ხაზი აქ გამავალი მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროსთვის და აი აქ ეს ანკლავი, რომელსაც ხედავთ, ეს არის ფაქტობრივად მდინარით არის მოწყვეტილი და შიგ მომარაგება უწევთ რა დრონებით აწვდიან საკვებს რაღაც ამუნიციას იმისთვის რომ იქ რაღაც თავი შეიმაგრონ უზარმაზარი დანაკარგების პირობებში უწევთ აქ მუშაობა აი ხედავთ აი აქ არის მდინარე გადის და მდინარის გადაღმა სადაც დამაკავშირებელი ხიდები აღარ არსებობს და უწევთ რაღაც არ ვიცი რა მეთოდებით რაღაც ძალიან გართულებული მეთოდებით მომარაგება იგივე პროცესი მიმდინარეობს აი აქ სამხრეთით არის ესეთი ლიმანი, ქალაქი ლიმანი, რომელიც ასევე ურთულეს მდგომარეობაში ვარდება, ციცამი ლიმანისა აგერა ლიმანი, ქალაქი ლიმანი, რომელიც ასევე ურთულეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ მის სამხრეთით გადის მდინარე და მდინარის ჩრდილოეთით უკვე დამაკავშირებელი სივრცე, რომელიც მომარაგებას უზრუნველყოფს, ფაქტობრივად ხიდები მდინარეზე ჩანგრევადი ეხლა დროებით ხიდებს კი დადგავ, მაგრამ იმას წანადგურებენ. შესაბამისად, ამ დიდი გარნიზონის მდინარის გაღმა არსებული დიდი გარნიზონის მომარაგება ჭირს. ასევე ქალაქი სევერსკი, რომელსაც რა ვიცი, აი წლები აქ რაც ომი დაიწყო იმის შემდეგ ვერ მიუახლოვდნენ რუსები, ეხლა უკვე ქალაქის რაღაცა ნაწილი მცირე, მაგრამ ნაწილი აღებული აქვს და ქალაქში მიდის ბრძოლები. ეს ქალაქიც დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ამის შემდეგ არის შემდეგი ქალაქი, აი კონსტანტინოვკა. გახსოვთ ალბათ კონსტანტინოვკაზე ჩვენ ვაბობდით, რომ ეს არის სლავიანსკ-კრამატორსკის სამხრეთი ფლანგის ჩამკეტი ქალაქი, ჩვენ მოშორებით იყო ფრონტი. მანამდე უკვე კონსტანტინოვკას შიგნით მიმდინარეობს ბრძოლები. პოკროვსკი, რომელზეც ვსაუბრობდით, დაეცა. პოკროვსკის გვერდზე არსებული ქალაქი მირნოგრადი ალყაში მოექცა, გადაიკეტა გასაქცევი გზები და იქ ურთულეს მდგომარეობაში არიან უკრაინელები და ამის პარალელურად ეხლა ყველაზე გართულებული მიმართულება, რაც აქვთ უკრაინელებს, არის აი ზაპოროჟიეს მიმართულება, აი ეს არის ზაპოროჟიეს ოლქი და ზაპოროჟიეს ოლქში სწრაფი ტემპებით მიიწევენ რუსები წინ, აი იკავებენ ეს რაღაც ტერიტორიებს და თან რა არის რა სირთულის წინაშე დგან, აი ქალაქი გულიაიპოლე, რომელზეც წინა იმაჟე რო ვისაუბრეთ, ჯერ შიგნით არ იყვნენ ქალაქში, ახლა უკვე ქალაქი შიგნით მიმდინარეობს ბრძოლები და მანამდე თქვა 1 თვის წინ მოშორებით იყო ქალაქიდან. ეხლა რა პრობლემაა აქ? ამ ზაპოროჟიეში არის ორი თავდაცვითი ხაზია, ეს ერთი დაახლოებით გულიაიპოლეს ცოტა სამხრეთით გადის და მეორე
თავდაცვითი ხაზი ეს არის გამაგრებული ძალიან მასშტაბურად ნაშენები უზარმაზარი ტრანშეების ხაზი, რომელსაც ძალიან დიდი ფული და ენერგია დაიხარჯა და რუსები ამ ხაზს უტევენ სამხრეთიდან, უბრალოდ უქმნიან საფრთხეს და უტევენ აღმოსავლეთიდან ეს პირველი ხაზის დამცავი ზღუდები გადალახეს და მიადგენ ჩრდილოეთიდან გულიაიპოლეს და აი ამ ტერიტორიაზე ფაქტიურად გარღვევაზე მიდიან მეორე დამცავი ხაზისა, რომელიც ასე იხრება, აქედან აღმოსავლეთიდანაც არის, თქვათ, მისი დამცავი მიმართულება, მაგრამ თუ გადალახე ეს ხაზი ფაქტიურად შედიხარ აი აქ არსებული დამცავი ხაზის ზურგში და აქ განსაკუთრებით აჩქარდა რუსების წინსვლა. შესაბამისად, რუსების მოთხოვნა რომ დაგვითმეთ დონეცკის აი ეს გამუქებული ნაწილი, დონეცკის დარჩენილი ნაწილი თუ ზაპოროჟიეს მიმართულებით ძალიან დიდი ტემპებით რუსები წინ მიიწევენ და ფაქტიურად ზაპოროჟიეს დარჩენილი ნაწილის დაკავების ალბათობაც ჩნდება ამ ერთი წლის განმავლობაში. მან უკვე გვესმის, რომ ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალიან დიდი ალბათობა დაიკავონ მთელი დონეცკის დარჩენილი ნაწილი, ზაპოროჟიეს დარჩენილი ნაწილიც ან მისი რაღაც მნიშვნელოვანი პროცენტი და შემდეგ უკვე თუ ისე მოლაპარაკებებზე წავიდა საქმე, წამოაყენონ ბევრად მძიმე მოთხოვნები, არ ვიცით, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ხერსონის ოლქის გაღმა, დნეპრს გაღმა არსებული და ეს სტრატეგიული პრობლემაა, დნეპრს გაღმა არსებული პლაცდარმი მოითხოვონ და ეს ნიშნავს, რომ მდინარე გადალახე უკვე და იქ შეგიძლია ძალების კონცენტრირება შემდგომი განვითარებისთვის. ან დღევანდელი პირობები უკრაინისთვის არის მძიმე, მაგრამ ამის იქით ამაზე ოპტიმალური პირობები ჩემი აზრით ვერ იქნება და აი რუბიოს განცხადება მინდა ვაჩვენო. რუბიოს კითხეს უფრო ხო არ გაამწვავებს ამერიკას ეწოლას რუსეთზე სანქციების სახით და რუბიო პასუხობს შემდეგს. ეს არის დაახლოებით 2 კვირის წინანდელი თუ კვირანახევრის წინანდელი განცხადება. Well, there's not a lot left to sanction from our part. I mean, we hit their major oil companies, which is what everybody's been asking for. Obviously, those have to be implemented, and it'll take some time to begin to feel it. But, you know, I mean, I don't know what more there is to do. I mean, we're running out of... there are things that the Europeans can do on shadow fleets, and so a lot of these are happening in areas much closer to them. კითხვაზე ხო უფრო ხომ არ გაამკაცრებდით სანქციებს, რომ ზეწოლა მეტი იყოს, პასუხი არის, რომ ბევრი არაფერი არ დაგვრჩა, რითი შეგვიძლია დავარკვევთ. აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. მეტი აღარ ვიცი რა შეიძლება გავაკეთოთ. ყველაფერი ყველა სანქცია დავადეთ, რაც შეიძლება დადებულიყო. მათ ყველა ნავთო კომპანიას დავადეთ სანქციები. ამ ეხლა დაჭირდება დრო, რომ აი სანქციები ამუშავდეს, მაგრამ ამის იქით რა დაგვრჩა, საერთოდ გაუგებარია. ალბათ შეგვიძლიათ ევროპელებს მეტი გააკეთონ. მათთან უფრო ახლოს არის ეს ყველაფერი და ესტონეთი განსაკუთრებით. ხო, და შეუძლიათ რაღაც ფარულ ფლოტს აი მოუხერხონ. ასევე ამერიკის სამხედრო მიმართულების წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი გენერალი ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ევროპელებთან შეხვედრაზე ილაპარაკა, რომ რუსები შემაშფოთებელი ტემპებით აგროვებენ რაკეტების მარაგებს, ანუ რასაც აწარმოებენ, სრულად კი არ ხარჯავენ, არა და დარტყმების ინტენსივობა გაიზარდა, არამედ მარაგები იზრდება შემაშფოთებლად და რაღაც მომენტში დააგროვებენ იმდეს, რომ მათ მიაყენონ მომაკვდინებელი დარტყმა უკრაინის ენერგეტიკას. ამიტომ ეხლა ჩვენ მოლაპარაკებები შემთხვევით არ გვეჩქარება. ეხლა მოლაპარაკებები იმიტომ გვეჩქარება, რომ ეხლა თუ არ გავაჩერთ, მე შეიძლება იყოს გაჩერება იყოს ბევრად ძვირი დაჯდეს და ბევრად დაგვიანებული იყოს. ამიტომ ამ მომენტში რა სურათიც არის, ყველაზე ოპტიმალური კი ესეთი შეთანხმება უკრაინისთვის მძიმეა, ტერიტორიის დათმობა, ჯარის შემცირება 600,000-მდე, მაგრამ 600,000 მაინც არის ის რაოდენობა, რომელიც ყისიერ საფრთხეს ასე თუ ისე გაუმკლავდება და გექნება დრო მობილიზაცია მოახდინოს შემდეგ. და რაღაცა დროის მოგება სულის მოთქმისთვის უკრაინასთვის ახლა არის ყველაზე ოპტიმალური ვერსია. თუ გააგრძელებენ თქვათ წინააღმდეგობას და შეეცდებიან ომი გაწელონ, ჩემი მე ვერ ვხედავ რა ვერსია შეიძლება იყოს. მით უმეტეს ამ ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ ზოგადადაც
რა ვერსია შეიძლება იყოს, სადაც უკრაინის მდგომარეობა არ უარესდება. ეს არის ერთადერთი ვერსია, ტრამპი უნდა გაგიჟდეს. რეალისტური ვერსია. 180 გრადუსით უნდა შეცვალოს პოლიტიკა. ხო, ეგ ხო არ მოხდება. ხო, ეგ არ მოხდება, იმიტომ რომ ჩაერთოს მთლიანად უკრაც, რა ვიცი. რა მომრჩეველზეც დგას, იქ არ არის ეგ დაკვეთა, ეგ არ მოხდება. ეგ ვერ წავა ეგ. მით უმეტეს ეხლა არის შუალედური არჩევნები სენატში და ხო კონგრესში, ამიტომ მით უმეტეს ეგეთ ნაბიჯებს ვერ გადადგამს.